ჩვენი გადაცემის გმირის ზედმეტ სახელი არის ომის ღმერთი, ფრანგი მებრძოლი ბენუა სენდენი, რომელიც სპეცრაზმში მსახურობდა და საბრძოლო მოქმედებებს გადიოდა აფრიკაში. მოკლედ, ერთ დღეს ამ ბიჭმა გადაწყვიტა, რომ მეყოფაო ეს სპეცრაზმიო და დაიწყო ბრძოლები MMA-ში. ხო და დღესდღეობით ის UFC-ში, მსუბუქ-წონაში, ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მებრძოლია. დღეს ამ სპორტსმენის მთლიან კარიერას გადავატრიალებთ, ვნახავთ ყველა ბრძოლას, როგორც UFC-ში, ასევე UFC-ს გარეთ და როგორც ვიცით UFC 329-ზე ის შეხვდება პედი პიმბლეს. იქამდე კიდე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ გადაცემის გენერალური სპონსორი არის კომპანია Global, რომელსაც ძალიან მაგარი მანქანები ჩამოყავთ და თუ გამოიყენებთ ჩემ პრომოკოდს VASIL 300 ჩამოყვანაში და ტრანსპორტირებაში თქვენ დაგაკლდებათ $300. და რა თქმა უნდა ბურგერ ფერედაისი, ყველაზე გემრიელი ბურგერი, რომლის გარეშეც არც ერთ ივენტს მე პირადად არ უყურებ. თან ისევ ფასდაკლება აქვს 35%-იანი ყველა გამოძახების სერვისში. მოკლედ მე ვიწყებ, გაიცანით ომის ღმერთი ბენუა სენდენი. ბენუა სენდენი 1995 წლის 18 დეკემბერს საფრანგეთის ქალაქ ნიმში დაიბადა. ის 5 შვილიდან უფროსი იყო. მის ოჯახში ბავშვობიდანვე მკაცრ დისციპლინასა და ტრადიციების პატივისცემას ნერგავდნენ. მამამისი საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ოფიცერი და გამოცდილი ძუდოისტი იყო. შვილისთვის მამამ მთავარ მისაბაძ მაგალითად იქცა. მაშინ, როცა ბავშვები ჩვეულებრივ რამეებზე ოცნებობდნენ, პატარა ბენუას ფიქრები დიად ეპოქებში დაქროდა. გიждდებოდა ისტორიაზე და მთელი გულით ნამდვილ რაინდობაზე ოცნებობდა. სრულიად ბუნებრივია, რომ სენდენის ოჯახის პირმშო მამის ყვალზე წასვლას გადაწყვეტდა. თავისი გზა მან ტატამიდან დაიწყო. ძიუდოს საშუალებით ნაბიჯ-ნაბიჯ იწვრთობდა ხასიათს, რათა საბოლოოდ საფრანგეთის ელიტარულ სპეცრაზმში სამსახურისთვის მძიმე და უკომპრომისო მომზადება დაეწყო. წელწადნახევრიანი ულმობელი და დამქაცველი შერჩევის შემდეგ ბენუა საზღვაო ქვეითა ელიტური პირველი სადესანტო საპარაშუტო პოლკის რიგებში ჩაირიცხა. წინ მალიში ურთულესი საბრძოლო მივლინებები ელოდა. დასავლეთ აფრიკის ეს ქვეყანა უკვე 10 წელზე მეტია შეუჩერებელი კონფლიქტის ცეცხლში იყო გახვეული. სამოქალაქო ომის დროთა განმავლობაში ისლამის რადიკალებთან სასტიკ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მზისგან დაბუგულ კლდეებსა და უკიდაგანო უდაბნოებში სენდენისა და მის თანამშრომლებს სწორედ მათი კვალში დევნა და განადგურება უწევდათ. საბოლოო ჯამში ფრანგულმა კონტინგენტმა იქ დიდ წარმატებას ვერ მიაღწია და დროთა განმავლობაში ქვეყანა დატოვა. თუმცა თავად ბენუას კამპანიის პოლიტიკური შედეგები უკვე ნაკლებად ადარდებდა. მას წინ სრულიად ახალი ინდივიდუალური ბრძოლა ელოდა. სენდენიმ სამხედრო სამსახური მიატოვა, რათა თავი მთლიანად შერეული ორთაბრძოლების კარიერისთვის მიეძღვნა. ამის საფუძველი ჯერ კიდევ ჯარში მსახურობისას ჩაიყარა. ბენუა ახერხებდა დრო გამოენახა და ტოპ კიკბოქსერ სტეფან სუსპერეგისთან ევარჯიშა. სწორედ მაშინ მან პარალელურად მოიპოვა ლურჯი ქამარი ბრაზილიურ ჯიუ-ჯიტსუში. მაგრამ მთავარი და მართლაც საბედისწერო ფაქტორი ის აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა ტალანტის დახვეწა დანიელ ვუარენმა ითავა. ლეგენდარულმა მწვრთნელმა, რომელმაც საჩემპიონო მწვერვალამდე მსოფლიოს MMA-ის ისეთი ლეგენდები მიიყვანა, როგორებიც არიან ლიოტო მაჩიდო და ანდერსონ სილვა. ახლა კი მოდით ბენუას MMA-ში გადადგმულ პირველ ნაბიჯებს შევხედოთ. ცოტა წინ გაუსწრებ მოვლენებს, რათა კარგად მიხვდეთ თუ რა დონის მებრძოლთან გვაქვს საქმე. სანამ მსოფლიოს მთავარ ლიგასთან UFC-სთან კონტრაქტს გააფორმებდა, ფრანგმა 8 გამარჯვებისგან შემდგარი ფენომენალური სერია შეაგროვა. რაც ყველაზე შთამბეჭდავია, მან ყველა მეტოქე ვადაზე ადრე ფინიშით დაამარცხა. საჯების გადაწყვეტილებაზე საუბარიც კი ზედმეტია, მხოლოდ უპირობოდა დამაჯერებელი გამარჯვებები. პროფესიონალებში სენდენიმ კარიერა 2019 წლის 16 თებერვალს მარკ დომონის წინააღმდეგ დაიწყო. ყოფილმა სამხედრომ სადებიუტო შეხვედრა პირველივე რაუნდში დაასრულა ოპერატიულად ფინიშით, თითქოს მორიგ სამხედრო დავალებას ასრულებდა. ბენუამ პირველივე წამებზე მეტოქე მიწაზე გადაიყვანა, ცივსისხლიანად დაიკავა დომინანტური პოზიცია და 3 წუთის განმავლობაში მოწინააღმდეგეს სუნთქვის საშუალებასაც კი არ აძლევდა. ფინალი ელვისებური იყო. რაუნდის მიწურულს სენდენიმ დომონი მჭიდრო გილიოტინაში მოამწყვდია და დაუნდობლად დაახრჩო. ეს იყო იდეალური შესრულება და პირველი ძალიან ხმაურიანი გამარჯვება პროფესიონალურ MMA-ში. ზუსტად 1 თვის შემდეგ ბენუა კვლავ გალიაში ბრუნდება. ამჯერად მას გაცილებით რთული გამოცდა ელოდა მძიმე ბრძოლა შეუპოვა პოლონელთან, არტურ შჩეპანიკთან. ეს იყო ძალიან გრძელი, დამქანცველი და წარმოუდგენლად დაძაბული 3 რაუნდი. მაყურებელმა მაღალი კლასის გრეპლინგის ნამდვილი ზეიმი იხილა. მებრძოლები დგომში თითქმის არ გაჩერებულან და საქმის გარჩევა პარტერში ამჯობინეს. თანაც ეს არ ყოფილა უბრალოდ მოსაწყენი ჯაჯგური. 3-ვე რაუნდი ნამდვილ საბრძოლო საჭადრაკო პარტიად იქცა. ყოველ წამს ბენუას და არტურიც ფინიშის
შესაძლებლობას ეძებდნენ და ერთმანეთს შეუჩერებლად უტევდნენ მტკივნეული თუ მახრჩობელა ილეთებით. ორივეს ჰქონდა უკიდურესად სახიფათო მომენტები, ინიციატივა მუდმივად ხელიდან ხელში გადადიოდა და მთლიანობაში ეს იყო ძალიან თანაბარი და დამღლელი ბრძოლა პარტერში, დომინანტური პოზიციის მოსაპოვებლად. მაგრამ ორთაბრძოლის სულ ბოლოს ყოფილი სპეცრაზმელი სამხედრო გამოწრთობამ და სტრატეგიულმა აზროვნებამ თავისი გაიტანა. ფრანგმა ცივსისხლიანად გათვალა მეტოქის მოზრაობა, იდეალურად გამოიჭირა ილეძე და ეს მოწინააღმდეგეც დაახრჩო. მეორე გამარჯვება და ისევ ვადაზე ადრე. ის ტემპი, რომელიც ბენუამ ამავე 2019 წელს აიღო, ნამდვილად გამაოგნებელი იყო. დიდი პაუზების გარეშე ის კვლავ გადის გალიაში ერთ-ერთი ადგილობრივი ლიგის ტურნირზე, სადაც მისი მეტოქე ანტუა ბენ სიმონი ხდება. თუ წინა ორთაბრძოლამ სენდენისგან სტრატეგიული მოთმინება მოითხოვა და 3 რაუნდი გაგრძელდა, ამჯერად ყოფილმა სპეცრაზმელმა სწრაფი შტურმის სცენარით მოქმედება გადაწყვიტა. მას მხოლოდ 2 წუთი დასჭირდა იმისათვის, რომ ბრძოლა თავის სტიქიაში გადაეტანა. მეტოქეზე ხისტი კონტროლი დაემყარებინა და ცივსისხლიანად დაეხრჩო. Morigi finishi. Antoine, sors ta tête un peu sur l'extérieur là. Antoine, lève les bras. Lève ta main. X Antoine. გადის სურამოდენიმე თვე და 23 წლის ბენუა კვლავ იჭრება გალიაში. უბრალოდ დაუფიქრდით ამ გიჟურ ტემპს. მხოლოდ 2019 წლის განმავლობაში ეს უკვე მისი მეოთხე პროფესიონალური ორთაბრძოლა იყო. ამჯერად ოქტაგონის მეორე მხარეს იბრაგიმ ბაისაროვი იდგა. ფრანგ სპეცრაზმელს 3 წუთიც კი არ დასჭირვებია იმისათვის, რომ პირველივე რაუნდში გაენადგურებინა თავისი მეტოქე. ბრძოლის სცენარმა ზუსტად აწყობილი საათის მექანიზმივით იმუშავა. ბენუამ ოპონენტი გადაიყვანა მიწაზე, დაუნდობლად ჩაახშო მისი წინააღმდეგობა და უნაკლო შეასრულა armbari. ლოგიკური და ბრწყინვალე შედეგი, ზედიზედ მეოთხე გამარჯვება სადებიუტო 2019 წელს და მეოთხე უპირობო ფინიში. Voir les bonnes postures. Parle un petit peu trop vite. Il c'est bien, Là, comme tu le disais justement, elle est là. Ah, quel bon avancé. Oui, joli, magnifique. Pensais vouloir se remettre sur de bonnes. დაი გიჟურის სადებიუტო წლის ფინალი, მეხუთე პროფესიონალური ბრძოლა მხოლოდ 2019 წელს. ბენუა უდიდეს ნაბიჯს დგამს წინ და მსხვილ საერთაშორისო პრომოუშენთან ბრეივთან აფორმებს კონტრაქტს. იმ ლოკალურ ევროპულ ლიგებთან შედარებით, სადაც ფრანგი მანამდე ჩხუბობდა, აქ მას სრულიად სხვა, ბევრად უფრო სერიოზული დონის ოპოზიცია ელოდა. მისი მეტოქე საკმაოდ მაგარი პოლონელი პაվել კილეკი გახდა. რაც შეეხება უშუალოდ სენდენისა და კილეკის დაპირისპირებას, ეს იყო ნამდვილი უკომპრომისო ომი გალიაში. მაყურებელმა ყველაფერი ხისტი, ცოფიანი გაცვლები დგომში და საბმიშენების მცდელობები პარტერში. ბენუა დამაჯერებლად ფლობდა ინიციატივას, ის თავის ოპონენტზე ტექნიკური და უკეთესი იყო. მაგრამ მეორე რაუნდში გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. პაველი შემთხვევით არტყამს ფრანგს თავს. სენდენის შუბზე ღრმა ჭრილობა ეხსნება და სახელმთლიანად სისხლით ეფარება. ტურნირის ექიმი აფასებს მიყენებულ ზიანს და კატეგორიულ უარს ამბობს ბენუას მესამე რაუნდში გაშვებაზე. თავდაპირველად გამარჯვება შეცდომით პოლონელს მიაკუთვნეს, თუმცა სპორტულმა სამართლიანობამ მალევე იზეიმა. ორთაბრძოლების შედეგები ოფიციალურად გაუქმდა და no contest-ი გამოცხადდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ბენუას სენდენიმ თავისი პირველი პროფესიონალური წელი ისევ იმავე სტატუსით დაუმარცხებელი მებრძოლის რანგში დახურა. სენდენის შემდეგი მეტოქე გახდა ხორვატი ივიცა ტრუშჩეკი. ბენუამ ხორვატს ოქტაგონში შანსი არ დაუტოვა. ორთაბრძოლის პირველივე წამებიდან სპეცრაზელმა მეტოქეს საკუთარი უკომპრომისო სცენარი მოახვია თავს. ხისიერად გადაიყვანა ოპონენტი მიწაზე და პარტერში ტოტალური დომინაცია დაამყარა. ფრანგი მეთოდურად ბოჭავდა ხორვატის ყოველ მოძრაობას და ამოსუნთქვისთვის ერთ წამსაც კი არ აძლევდა. ფინალი პირველი რაუნდის მეოთხე წუთის მიწურულს დადგა. სენდენიმ ბრწყინვალე წაიკითხა ეპიზოდი, ელვისებურად დაიჭირა მეტოქის ფეხი და ეფექტური მტკივნეული ილეთით ის დააფინიშა. ხორვატს სხვა აღარაფერი დარჩენოდა იმის გარდა, რომ დანებების ნიშნად ხელი დაერტყა. მორიგი საოცრად ეფექტური ფინიში ბენუას პროფესიონალურ ყულაბაში. ამ დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ბენუა და მისი გუნდი უკვე მთავარი ნაბიჯებისთვის UFC-სთან ნანატრი კონტრაქტის გასაფორმებლად ემზადებოდნენ. თუმცა საქმეში გლობალური პანდემია ჩაერია. მთელი სამყარო დაპაუზდა და ყოფილი ფრანგი სპეცრაზმელი იზოლებული გახდა ბრეივის როსტერში შეჩერებულიყო. მისი მომდევნო ოპონენტი საშიში ინგლისელი მარიო საიდი გახდა, რომელიც ბრძოლაში სოლიდური პროფესიონალური რეკორდით გამოდიოდა 13 გამარჯვება და მხოლოდ 4 მარცხი. უშუალოდ ორთაბრძოლა ზედმეტი დაზვერვის გარეშე დაიწყო, თუმცა პირველ რაუნდს
სენდენის კარიერაში ყველაზე სანახაობრივს ნამდვილად ვერ დავუწოდებთ. პირველი წამებიდან ბენუამ მეტოქე მიწაზე გადაიყვანა და მებრძოლებმა თითქმის მთელი 5 წუთი პარტერში გაატარეს. ინიციატივა მუდმივად ერთი ხელიდან მეორეში გადადიოდა. ეს იყო წელვადი, ტაქტიკური ჭიდილი, აბსოლუტურად თანაბარი მონაკვეთი, რომელიმე სპორტსმენის აშკარა უპირატესობის გარეშე. მაგრამ მეორე რაუნდში ბრძოლის სურათი მკვეთრად შეიცვალა. ფრანგმა ფეხის ძლიერი დარტყმით დაიწყო, თუმცა საიდმა სენდენის წაქცევა მოახერხა და მისი ქუსლის მტკივნეულზე დაჭერა სცადა, რაც უკიდურესად სახიფათო ილეთია. თუმცა ბენუა ცივსისხლიანად გაექცა მჭიდრო ჩაჭიდებას, დგომში დაბრუნდა და ინგლისელს პირდაპირ სახეში მუხლით გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. საიდმა ამ დარტყმით კოლოსალური ზიანი მიიღო. ორიენტაცია დაკარგა და ფაქტობრივად მდგომიარე ნოკდაუნში იმყოფებოდა. ბენუას მისთვის აღსადგენად ერთი წამიც კი არ მიუცია. ის მაშინვე დაფინიშებაზე გადავიდა, ინგლისელს დარტყმების წვიმა დაატეხა თავს და რეფერი აიძულა ეს ცემატყეპა შეეჩერებინა. საოცარი გამოსვლა და უმნიშვნელოვანესი ეტაპი. ეს იყო სენდენის პროფესიონალურ კარიერაში პირველი გამარჯვება, რომელიც მან მძიმე ტექნიკური ნოკაუტით მოიპოვა. The recorder, Benoit Saint-Denis! ომის ღმერთი, სწორედ ასეთი დამაშინებელი მეტსახელით გადიოდა ბენუა სენდენი ოქტაგონზე. მისი შემდეგი ოპონენტი ლუან სანტიაგო გახდა. ეს ბრაზილიელი ბრეივის ლიგის ყოფილი ჩემპიონის სტატუსს ატარებდა, რაც მას ალბათ ფრანგის სპეცრაზმელის კარიერაში იმ მომენტისათვის ყველაზე სერიოზულ და საშიშ გამოცდად აქცევდა. პირველი რაუნდი ფრანგმა თავისი კლასიკური სქემით დაიწყო, მეტოქის მიწაზე გადაყვანის მცდელობით. თუმცა ბრაზილიელმა ტეიქდაუნებისგან ბრწყინვალე თავდაცვა აჩვენა და მას ძირს ჩათრევის საშუალება არ მისცა. ბენუა იძულებული გახდა ბრძოლა დგომში მიეღო და უნდა ვაღიაროთ, რომ სტრაიკერის როლში ის უბრალოდ შესანიშნავად გამოიყურებოდა. როცა ბრაზილიელმა გაიაზრა, რომ დგომში ბრძოლა სპირწმინდად აგებდა, სანტიაგომ დაიწყო გაქცევა. მაგრამ ომის ღმერთს ვერ გაექცევი. სენდენი მიხელთა დრო ეფექტური ტეიქდაუნი შეასრულა და ზემოდან მოქცეულმა მიწაზე მძიმე დარტყმების ხისტად დაჭედება დაიწყო. ერთ მომენტში ბენუა ძალიან ახლოს იყო ყოფილი ჩემპიონის დახრჩობასთან და საბოლოოდ ეს რაუნდი გამანადგურებელი უპირატესობით დაისაკუთრა. მეორე მონაკვეთი სპორტსმენებმა დარტყმების მრისხანე გაცვლით დაიწყეს. თუმცა სენდენი მაინც იპოვა შესაფერისი მომენტი, გადაიყვანა ყოფილი ჩემპიონი მიწაზე და ეს ბრძოლაც თავის საყვარელ დაუნდობელ სტილში დაასრულა. უნაკლოდ შესრულებული საბმიშენი, ხელის სამკუთხედით დაახჩობა და ზედიზედ მერვე გამარჯვება პროფესიონალურ კარიერაში. Brave Combat Federation cage is stopping. Gotta Over the top, and there it is! Ladies and gentlemen, the god of war, Benoit Saint-Denis, is the #1 contender. Benoit, god of war! შემდეგი, ვინც ომის ღმერთის გამოწვევა გაბედა, ესპანელი მებრძოლი არკაიც რამოსი აღმოჩნდა. ამ ორთა ბრძოლას განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. ფრანგის სპეცრაზმელისთვის ის ბრეივის რიგებში ლამას ფინალურ წერტილად და ბოლოხმაურიან აკორდად იქცა. ბენუამ გადაწყვიტა ორგანიზაციას მაქსიმალურად სანახაობრივად ხისტად და დომინანტურად დამშვიდობებოდა. მეტოქის სრულად დასაშლელად ფრანგს პირველი რაუნდის მხოლოდ 3 წუთი დასჭირდა. მან ბრძოლა დამაჯერებლად გადაიყვანა მიწაზე და ესპანელს გადარჩენის არანაირი შანსი არ დაუტოვა. ფინალური სცენა ფანებისთვის აბსოლუტური დეჟავიუ გამოდგა. ბენუამ რამოსი მჭიდროდ დაიჭირა და ცივსისხლიანად ზუსტად იმავე ილეთით დააფინიშა, რითაც წინა ოპონენტი ხელის სამკუთხედი. ბრეივი გაწმენდილი იყო, დაუმარცხებელი ყოფილი სამხედრო, ვადაზე ადრე მოპოვებული გამარჯვებების იდეალური რეკორდით, საბოლოოდ მზად იყო ცხოვრების მთავარი გამოწვევისთვის, UFC-ს ელიტური ოქტაგონის შტურმისთვის. Benoit Saint-Denis! ფრანგის სპეცრაზმელის დებიუტი UFC-ში ნამდვილ დრამად იქცა. სოფლიოში საუკეთესო ლიგაში მოხვედრის ანუკვარი შანსის გამო, ბენუამ ბრძოლა მოკლე დროში მიიღო და ისიც არათავის წონით კატეგორიაში. მას ერთი დივიზიონით მაღლა ასვლა მოუწია, სადაც უკიდურესად სახიფათო ვეტერანი ელიზეუ დოს სანტოსი ელოდა. ბრაზილიელის დონე რომ კარგად გაიაზროთ, თავის დროზე მას UFC-ში ზედიზედ 7 გამარჯვება ჰქონდა და მეტოქეებს პირდაპირ ანადგურებდა. თავად შონ სტრიკლენდიც კი ყავს ამ სპორტსმენს ნოკაუტში გაშვებული. მაგრამ ბენუასთვის უკან დასახევი გზა აღარ არსებობდა. ის დაუფიქრებლად შევიდა გალიაში. გაბარიტებში სხვაობა პირველივე წამებიდან თვალშისაცემი იყო. MMA-ში წონით კატეგორიები ტყუილად არ გამოუგონიათ. საწყისი რაუნდის პირველ ნახევარში სენდენი კონკურენციის გაწევას ჯერ კიდევ ახერხებდა. მან ბრაზილიელის მიწაზე გადაყვანაც კი შეძლო, მაგრამ როგორც კი მებრძოლები დგომს დაუბრუნდნენ, თითოეულმა გაშვებულმა დარტყმამ თავისი თავი იჩინა. ზელესკი აშკარად დიდი იყო, მისი დარტყმები კი ბევრად დამანგრეველი. Movement laterally there by Dos Santos. Now round two. Come up. Quick.
right, second round is upon us here. მეორე რაუნდში კი ნამდვილი კოშმარი დაიწყო. ეს მონაკვეთის საშინელი სემატყეპის გამო სამუდამოდ შევა MMA-ის ისტორიაში. დოს სანტოსმა ფრანკს გამანადგურებელი უპასუხო დარტყმების წვიმა დაატეხა თავს. ბენუა აშკარად ბარბაცებდა, ფეხები ეკვეთებოდა, მაგრამ თითქოს პოლადის მექანიზმი ყოფილიყო, ის დაცემაზე უარს ამბობდა. კომენტატორებს ხმა უწყდებოდათ, მაყურებლები კი ბრძოლის შეჩერებას იხვეწებოდნენ. სენდენი ფაქტობრივად განადგურებული იყო, მაგრამ ამ ჯოჯოხეს მხოლოდ ინსტინქტების ხარჯზე გადაურჩა. Benoit Saint-Denis is showing how tough he is. He got a straight strap. ცემის ხარისხი იმდენად დამაშინებელი იყო, რომ მესამე რაუნდის დაწყების წინ დოს სანტოსი თავად მივიდა და გადაეხვია გაწამებულ ოპონენტს, რითაც მის არადამიანურ ამტანობას პატივი მიაგო. თუმცა განსაცდელი ამით არ დასრულებულა. ფინალური რაუნდის დასაწყისში ბრაზილიელმა სენდენის თვალში თითი გაუყარა. დარტყმა იმდენად ღრმა იყო, რომ ბენუა პრაქტიკულად დაბრმავდა. საჯის პირდაპირ კითხვაზე ხედავ, ფრანგმა გულსფერად უპასუხა, არა, ვერ ხედავ. და აქ დაუჯერებელი რამ ხდება. რეფელი ბრძოლის გაგრძელების ბრძანებას იძლევა. განადგურებული, სისხლში ამოსვლილი და ცალ-თვალში დაბრმავებული მებრძოლი აგრძელებს ჩხუბს. ბრაზილიელი მას დისტანციიდან სისხლიანად ანადგურებდა, მაგრამ ბენუა მაინც ჩხუბობდა და დანებებაზე კვლავ უარს ამბობდა. ერთ მომენტში დოს სანტოსმა მას კვერცხებში უძლიერესი დარტყმა მიაყენა. სენდენი მესტკივილით საიტანა და ბრძოლას ისევ დაუბრუნდა. საჯი კი მებრძოლის დასაცავად კვლავ არანაირ ზომებს არ იღებდა. საბოლოო ჯამში ბენუა სენდენის მსაჯების გადაწყვეტილებით დათმო ბრძოლა, თუმცა ის არ გატეხილა. იმ საღამოს მთელი სამყარო აღფრთოვანებული გაირინდა და ყველამ გაიგო თუ რატო ეძახიან ამ ბიჭს ომის ღმერთს. რაც შეეხება ოქტაგონზე მყოფ რეფერის ვიაჩესლავ კისილოს, მისი ქმედებები არაპროფესიონალიზმის აბსოლუტური პიკი იყო. სკანდალი იმდენად ხმაურიანი გამოდგა, რომ UFC-ის ხელმძღვანელობამ ის დაუყოვნებლივ პირდაპირ ტურნირის მსვლელობისას მოხსნა სამსახურიდან და იმ საღამოს არც ერთი ორთაბრძოლის განსჯა აღარ მიანდო. Crazy. Some clarity right now. Dana might go grab him out of there. I imagine. All right, mercifully. იმ კოლოსალური ზიანის შემდეგ, რაც ბენუამ თავის სისხლიან დებიუტში მიიღო, ომის ღმერთი თითქმის ერთწლიან პაუზას იღებს. ეს დრო მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რათა სხვისი წონით კატეგორიაში მიღებული უმძიმესი ტრავმები ბოლომდე მოერჩინა და ძალები აღედგინა. დიდხანს ნანატრი დაბრუნება 2022 წლის 4 ივნისს შედგა. სენდენი თავის მშობლიურ მსუბუქწონით დივიზიონში ჩამოდის, სადაც მას უკვე ელოდა გერმანელი მებრძოლი ნიკალას შტოლცე. ორივე მათგანი ოქტაგონზე მტკივნეული მარცხის შემდეგ გადიოდა და ყველას კარგად ესმოდა ლიგის სასტიკი კანონები. ვინც ზედიზედ მეორედ დამარცხდებოდა, დიდი ალბათობით UFC-დან დაითხოვდნენ. შეცდომის დაშვების უფლება უბრალოდ არ არსებობდა. რაც შეეხება უშუალოდ ორთაბრძოლას, პირველივე წუთებიდან მთელმა სამყარომ გაიაზრა, თავის ბუნებრივ წონით კატეგორიაში სენდენი მართლაც შიშის მომრგველი და შეუდარებელია. ბენუამ აღჭობელა გველივით წამიერად შემოეხვია ფეხზე ოპონენტს და ის მიწაზე გადაიყვანა. დიახ, გამძაფრებული ბრძოლის ესხში სენდენი მუხლის სახიფათო დარტყმა გაუშვა. რამაც ლოყაზე ჭრილობა გაუხსნა, თუმცა სისხლმა ფრანგი მხოლოდ უფრო გააგიჟა. როგორც დაუნდობელობობამ, რომელმაც თავისი მსხვერპლი ქსელში გაახვია, მან გერმანელი სრულიად გააკავა და მიწაზე ტოტალური დომინირებით ის მონაკვეთი დამაჯერებლად დაისაკუთრა. Visual for Stoltz, and now the next thing he's going to have to do is address that body lock. He's got a lot of different submissions in his arsenal. By arm triangle, the V-bar, arm bar. მეორე რაუნდი მებრძოლებმა დგომში ფეხის ხისტი დარტყმების გაცვლით დაიწყეს. თუმცა ბენუა მეტოქისთვის არც ერთი შანსის მიცემას არ აპირებდა. მას შტოლცე კვლავ გადახავს მიწაზე და ამჯერად დაწყებული საქმე ლოგიკურ გარდაუვალ ფინალამდე მიხავს. მორიგი უნაკლოდ ჩაჭდება, მახრჩობელა ილეთი და გერმანელი ნემდება. ორგანიზაციაში მოპოვებული პირველი ოფიციალური გამარჯვებით ფრანგმა სპეცრაზმელმა უბრალოდ წინამარცხი კი არ გადაფარა. მან დამაჯერებლად დაამტკიცა, რომ UFC-ის მსუბუქწონაში ახალი წარმოუდგენლად საშიში მტაცებელი გამოჩნდა. Benoit Saint-Denis submits Nicholas Stoltz. God of War, Saint-Denis!
ჩვენი გადაცემის გმირის შემდეგი მეტოქე ბრაზილიელი გაბრიელ მირანდა გახდა, ძლიერი ფინიშერი, რომლისთვისაც ეს საღამო UFC-ში დებიუტს წარმოადგენდა. ეს ივენთი გრანდიოზული იყო. 2022 წლის სექტემბერი, პარიზი აკორა არენა. ეს ისტორიული დღე იყო UFC-ის პირველი ტურნირი საფრანგეთის ისტორიაში. იმ საღამოს მთელი პარიზი მოლოდინით იყო გაყინული, ხოლო ტურნირის მთავარ მოვლენაში სირილ განმა და ტაიტუ ივასამ მიჩხუბეს. ბენუა სენდენის განსაკუთრებული პატივი ერგო. ის გახდა პირველი ფრანგი მებრძოლი, რომელიც ამ ისტორიულ ტურნირზე ოქტაგონზე გავიდა. პასუხისმგებლობის ტვირთი კოლოსალური იყო, მაგრამ ომის ღმერთი ისტორიის შესაქმნელად მზად იყო. ბრძოლა გიჟური დინამიკით დაიწყო. მირანდა შიშის გარეშე წავიდა წინ და ხის გაცვლაში ჩაერთო. მან ტეიქდაუნის შესრულებაც კი მოახერხა, მაგრამ ბენუა უფრო აქტიური და მოტივირებული ჩანდა. ფრანგი დგომში დომინირებდა, რამოდენიმეჯერ ეფექტურად ბექფისტიც გაისროლა. ასევე პარტერშიც გადაიბარა ინიციატივა, სადაც მოახერხა მეტოქის დაჩაქუჩება მძიმეი დაყვებით. რაუნდის მიწურულს მირანდა დარტყმების წვიმის ქვეშ უკვე აშკარად სურავდა, რომ არა გონგი ბენუა ბრაზილიას შესვენებამდე დააფინიშებდა. პირველი რაუნდი უპირობოდ სენდენის დარჩა. მეორე რაუნდი მალევე დასრულდა. პირველივე წამებიდან ბენუამ დაბნეულ მეტოქეს დარტყმების სეტყვა დააყარა. ფრანგს მხოლოდ 16 წამი დასჭირდა იმისათვის, რომ ბრაზილიელი ბადესთან მიემწყდია და საქმე გამანადგურებელ ტექნიკურ ნოკაუტამდე მieყვანა. ტრიბუნების ღრიალის ფონზე ბენუა სენდენიმ UFC-ში ზედიზედ მეორე გამარჯვება გაიფორმა და გახდა ამ პრომოუშენში პირველი ფრანგი, რომელმაც მშობლიურ მიწაზე გაიმარჯვა და მიიღო საღამოს საუკეთესო ბრძოლის ბონუსი. ბენუასთვის შემდეგი გამოწვევა წარმოუდგენლად საშიში ბრაზილიელი ისმაელ ბონფიმი გახდა. ამ ორთა ბრძოლას ის ზედიზედ 13 გამარჯვებისგან შემდგარი დამაშინებელი სერიით შეხვდა. UFC-ის კონტრაქტის გაფორმებამდე ბონფიმმა ბევრ ლიგაში მოასწრო კვალის დატოვება. ის ფედერალ ფაიტის ჩემპიონი გახდა, სანახაობრივად იმარჯვებდა პრესტიჟულ ორგანიზაცია LFA-ში. ელიტის საგზური კი დანა უაიტის პრეტენდენტთა სერიაში მოიპოვა, სადაც ფსაჯების გადაწყვეტილებით დამაჯერებელი გამარჯვება დაისაკუთრა. მაგრამ ბრაზილიელმა საკუთარ თავზე რეალურად UFC-ში დებიუტის შემდეგ აალაპარაკა ხალხი. ის უსაშიშროეს ტერენს მაკინის შეხვდა და ნახტომში მუხლით გამანადგურებელი დარტყმით ის ღრმა ნოკაუტში გაუშვა. ასეთი პერფორმანსის შემდეგ ბონფიმს სრულიად დამსახურებულად მიიჩნევდნენ უმაღლესი დონის საფრთხედ. ახლა კი უშუალოდ ამ ორ უკომპრომისო მებრძოლის დაპირისპირებას გადავხედოთ. ორთა ბრძოლის პირველივე წამებიდან მათ ოქტაგონზე ნამდვილი ომი გააჩაღეს და დგომში ერთმანეთს უმძიმესი დარტყმები დაატეხეს თავს. მრისხანე და ხისტი გაცვლიდან 1 წუთის შემდეგ სენდენი მაინც ახერხებს თავისი თამაშის მოხვევას და ბრაზილიელის მიწაზე გადაყვანას. მაგრამ ბონფიმი წარმოუდგენლად ჯიუტი აღმოჩნდა. მან ფეხზე წამოდგომა შეძლო და დგომში ძალიან დამაზიანებელი და ეფექტური დარტყმებით უპასუხა სპეცრაზმელს. თუმცა ბენუამ ცივსისხლიანად მოუმატა ტემპს, ოპონენტი მჭიდროდ მიაჭედა ბადეს და ბრძოლა კვლავ პარტერში გადაიყვანა. ფრანგმა ოსტატურად აუღო ზურგი ბრაზილიას და ნამდვილ ხაფანგად იქცა. პირველი რაუნდის დასრულებამდე 12 წამით ადრე სენდენი მეტოქის კისერზე იდეალური მახრჩობელა ილეთით ფოლადის მარყუჟით შემოუჭირა და დანებება აიძულა. მორიგი ფენომენალური ვადაზე ადრე შესრულებული ფინიში ომის ღმერთისგან. Another win by submission. ბენუას შემდეგი ოპონენტი გახდა უაღრესად სახიფათო ბრაზილიელი ტიაგო მოიზესი. შეხვედრის დროისათვის მას ზედიზედ 2 ბრწყინვალე გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული, თანაც ორივე თავისი საფირმო საბმიშენებით. მოიზესი ბრაზილიული ჯიუ-ჯიტსუს ნამდვილი ელიტური პროფესიონალია. მისი უნარების დონე კარგად რომ წარმოიდგინოთ, თავის დროზე ამ ბიჭმა პარტერში მთელი 4 რაუნდი გაძლო თავად ისლამ მახაჩევთან. სენდენისთვის ამ მოვლენას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ტურნირი კვლავ საფრანგეთში, კერძოდ პარიზში, მღელვარე მშობლიური პუბლიკის წინაშე იმართებოდა. რაც შეეხება თავად ორთა ბრძოლას, პირველი რაუნდი უბრალოდ ფენომენალური გამოდგა. სპორტსმენებმა გალიაში წარმოუდგენლად სანახაობრივი, გიჟური ომი გააჩაღეს. დარტყმების ხისტი გაცვლა დგომში, უმძიმესი ქიქები, დამღლელი ჭიდაობა და სასტიკი გრანდენ პაუნდი. ბენუა ძალიან აგრესიულად მოქმედებდა და ერთი ნაბიჯით წინ იყო, თუმცა თავადაც იღებდა ბრუტალურ დარტყმებს. მაგრამ მთელი მიყენებული ზიანი მოიზეს პირდაპირ სახეზე ეწერა. ფრანგმა სპეცრაზმელმა ბრაზილიას წარბი და ცხვირი გაუტეხა, რის გამოც მისი სახე სისხლით იყო დაფარული. პირველი რაუნდი უდაოდ სენდენის აქტივში მიდის. It's Santoni, I think. Grabs an arm, but he's going to knee bar. He's going to kick. Nice work there from Santoni. Too long, should have jumped on top. Oh, another elbow. This might be the craziest. The knee is a monster. Countdown. Moises.
When you're in the correct positions on the ground, work is bleeding, he's cut. Do not brawl. Between rounds, it looks really bad. მეორე მონაკვეთი მორიგიველური გაცვლით დაიწყო. მალევე ომის ღმერთმა მეტოქე ბადესთან მიიმწყდია და მეთოდურად დაუწყო თავისი დამანგრეველი მუხლების დაჭედება. როდესაც მებრძოლები კვლავ დისტანციაზე აღმოჩნდნენ, ბრაზილიელი უკვე მთლიანად სისხლით იყო მოსრული. მან გაიაზრა, რომ დგომში უიმედოდ აგებდა, დაქანცულმა მოიზესმა თავის გადარჩენას სცადა და ბენუა მიწაზე გადაიყვანა. მაგრამ ფრანგის პარტიაში შესაკავებლად მას ზალა აღარ ჰქონდა დარჩენილი. სენდენი ცივსისხლიანად წამოდგა, ინიციატივა გადაიბარა და რაუნდის სულ ბოლოსკენ სისხლიან ოპონენტს გამანადგურებელი დარტყმების წვიმა დაატეხა თავს. რეფერი იძულებული გახდა ჩარეულიყო, გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით. ამ გიჟურ ბრძოლამ გულგრილი არავინ დატოვა. UFC-ს ხელმძღვანელობამ აბსოლუტურად დამსახურებულად დააჯილდოვა ორივე სპორტსმენი საღამოს საუკეთესო ბრძოლის პრესტიჟული ბონუსით. ბენუასთვის შემდეგი გამოსვლა მტრის ტერიტორიაზე, ნიუ-იორკში, ლეგენდარულ Madison Square Garden-ის არენაზე გამართულ ტურნირზე გახდა. მისი მეტოქე ადგილობრივი მებრძოლი ამერიკელი მეტ ფრეოლა იყო. ნიუ-იორკის მრავალათასიანი პუბლიკა ფრანგს ყურის წამღების ტვენით შეხვდა, რითაც ცდილობდა ფსიქოლოგიურად მაქსიმალურად დაეთრგუნათ. მაგრამ ელიტარული სპეცრაზმის ყოფილ მებრძოლს ეს წნეხი აბსოლუტურად არ ანაღულებდა. ფრეოლა კოლოსალურ საფრთხეს წარმოადგენდა. იმ მომენტისათვის მას მსუბუქი წონის რეიტინგში მე-14 პოზიცია ეკავა და ზედიზედ 3 გამარჯვებისგან შემდგარი შემაშინებელი სერიით მოდიოდა. და რაც ყველაზე მთავარი, ამერიკელმა თავისი ყველა წინა ოპონენტი ნოკაუტში გაგზავნა. რაც შეეხება თავად-ორთა ბრძოლას, შევხედრა ძალიან მალე, წუთნახევარში დასრულდა. პირველივე წამებიდან ბენუა წინ წავიდა და ბრძოლის პარტეში გადაყვანა შეძლო, მაგრამ პოზიცია დაკარგა. ამერიკელმა მომენტით ისარგებლა და ფრანგი თავად გადაიყვანა მიწაზე ლამაზი ეფექტური გდებით. თუმცა სენდენი მალევე დგება ფეხზე და პირდაპირ თავში ისვრის საშინელი ძალის მქონე ფეხის დარტყმას. ჰაიკიკი იდეალურად მიზანში ხვდება და ამერიკელი თითქოს მოცელილი ეცემა მიწაზე. ბენუა ქორივით ესხმის თავს ხისტი დარტყმებით და რეფერის სხვა არჩევას არ უტოვებს, გარდა იმისა, რომ ბრძოლაში აჩეროს. ამ იდეალურ დარტყმას შოქში ჩააგდო ნიუ-იორკი და გააჩუმა მთელი ტრიბუნები. ფრანგ სპეცრაზმენს ლიგის ხელმძღვანელობისგან საღამოს გამოსვლის დამსახურებული ბონუსი აქვს. სუბუქ წონაში ოფიციალურად გამოჩნდა ახალი სუპერვარსკვლავი. ბენუას კარიერაში შემდეგი ყველაზე მასშტაბური გამოწვევა მსუბუქი წონის დივიზიონის მესამე ნომერი, ლეგენდარული დასტინ პორიე გახდა. იმ მომენტისათვის ფრანგის სპეცრაზმელი მხოლოდ მე-12 ადგილზე იმყოფებოდა და ეს მისთვის ელიტაში შესაჭრელად გრანდიოზული შანსი იყო. მაგრამ ბრძოლამდე ერთი კვირით ადრე ნამდვილი კატასტროფა დატრიალდა. სენდენის უმძიმესი სტაფილოკოკური ინფექცია დაუდგინდა. თავისი ცხოვრების მთავარ ბრძოლაზე უარის თქმა მას კატეგორიულად არ სურდა. ბენუა ანტიბიოტიკების მკაცრ კურსზე გადავიდა, რამაც წონის კლების პროცესში კოლოსალური პრობლემები გამოიწვია. საბოლოოდ ფრანგი მებრძოლი ოქტაგონზე სრულიად გაუძლურებული და ავანტყოფი გამოვიდა. თუმცა პირველმა რაუნდმა აჩვენა თუ რატო შეარქვეს მას ომის ღმერთი. სენდენიმ უპირობოდ წაიღო ეს მონაკვეთი და ლეგენდარულ ამერიკელზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პორიემ რამოდენიმეჯერ დაიჭირა ის თავის საფირმო გილიოტინაზე, სპეცრაზმელი სისხლიანად უსხლდებოდა და ბადესთან მეტოქის გაფრთხრებულ პრესინგს აგრძელებდა. ბენუა დომინირებდა კლინჩში, სასტიკად მუშაობდა იდაყვებით და დგომშიც კი ღია გაცვლებში. დასტინზე ბევრად უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა. რაუნდის ბოლოს სენდენიმ პორიე არმბარზეც კი დაიჭირა, მაგრამ საქმის დასრულება გონგის გამო ვერ მოასწრო. Looks like Santini is the one who's cut. Nice body work by the Anticipated that this kid would come back for him to seal this job. I mean, I can't even. Something to get and something. Poirier shakes off that noise. Was presented by Bud Light. They believe Santini is მეორე რაუნდში ბენუა უკვე სულ სხვანაირი გამოვიდა. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ ანტიბიოტიკებმა თავისი საქმე ქნეს და ფრანგს გამძლეობა დააკლდა. პორიე ფრანგს უმძიმესი აპერკოტით სწვება და კვლავ გილიოტინას უკეთებს. მაგრამ სენდენი გადარჩენის საოცრებებს ავლენს, ძვრება ილეთიდან, დასტინს ზურგს უღებს და თავად ცდილობს მახრჩობელა ილეთის ჩატარებას. სამწუხაროდ ბენუას ფიზიკური ძალა უბრალოდ აღარ დარჩა და გამოცდილი ამერიკელი მას ადვილად იცილებს თავიდან. დგომში დაბრუნებული სენდენი ნებისყოფის უკანასკნელ ნარჩენებს მუშჩი კრავს და სასოწარკვეთილ შეტევაზე გადადის. ხის გაცვლაში პორიე მას მოკლე მარცხენა დარტყმით იჭერს. შეძრული ფრანგი ჭიდაობაში გადარჩენას ცდილობს. ფეხებში უვარდება, მაგრამ ტეიქდაუნისთვის ენერგია აღარ აქვს. ის უბრუნდება ვერტიკალურ მდგომარეობას და ამ მომენტში დასტინ პორიე სასტიკ წერტილს სვამს გამანადგურებელი მარჯვენა ჰუკით. ბენუა მიწაზე ეცემა, ეს იყო ნოკაუტი.
უკვე ბრძოლის შემდეგ სენდენიმ ფანებს თავისი მდგომარეობის მიზეზები აუხსნა და გულსხმელად ისაუბრა ინფექციასა და ანტიბიოტიკების კურსზე, რომელმაც მის გამძლეობაზე იმოქმედა. რაზეც დასტინ პორიემ ბენუას ერთ-ერთ ინტერვიუში საკმაოდ ხისტად უპასუხა, მან განაცხადა, რომ თავის კარიერის განმავლობაში ისიც გასულა საბრძოლველად სტაფილოკოკითაც და მოტეხილობებითაც. მაგრამ როდესაც აგებდა, ამისათვის გამართლებას არასდროს ეძებდა. იმავე წელს 2024 წლის 28 სექტემბერს საფრანგეთში გამართულ UFC Fight Night-ის ტურნირზე საკუთარი პუბლიკის წინაშე საღამოს მთავარ ბრძოლაში სენდენი დაუპირისპირდა გამოცდილ ბრაზილიელ ვეტერანს რენატო მაიკანოს. ვეტერანი ზედიზედ 4 გამარჯვებისგან შემდგარი მშვენიერი სერიით მოდიოდა, მაგრამ ამ დაპირისპირების აშკარა ფავორიტად, რა თქმა უნდა, ბენუა მიიჩნეოდა. თუმცა რაღაც ისე არ წავიდა. რენატომ ფრანგი თავის მშობლიური პუბლიკის წინაშე უბრალოდ გაანადგურა. პირველივე წამებიდან მაიკანომ შეძლო ბენუას მიწაზე გადათრევა, სადაც რაუნდის ბოლომდე პარტერში უბრალოდ ანადგურებდა ფრანგს. მან ის ფაქტობრივად საკუთარ სისხლში აბანავა. ალბათ მსაჯს სცემა ჯერ კიდევ პირველ რაუნდში უნდა შეეჩერებინა. მაგრამ ეს პარიზში გამართული საღამოს მთავარი ბრძოლა იყო, ამიტომ სასაკლაო განამრჩენელ გონგამდე გაგრძელდა. Keeps trying to turn over. More important than any of that is just the damn better. You know what's surprising me though so far? Just might have to straight. We're gonna see a round 2. შესვენების დროს ნათლად გამოჩნდა თუ რაოდენ მძიმე იყო სიტუაცია. ბენუას ორივე თვალი დაუსივდა და რამოდენიმე ღრმა საშინელი ჭრილობა გაეხსნა. მარჯვენა თვალით ის საერთოდ ვეღარაფერს ხედავდა, მაგრამ ომის ღმერთის ასე მარტივად შეჩერება შეუძლებელია. მან მთელი ნებისყოფა მუშში შეკრა და მეორე რაუნდში გავიდა. ფრანგი პრაქტიკულად განადგურებული იყო, მაგრამ მაინც ჯიუტად მუშაობდა თავდასხმაში. ზოგჯერ ის ბრაზილიელის დაცვას არ ღვევდა კიდევაც, მაგრამ ასეთი კოლოსალური ზიანით გამარჯვება ძალიან რთული იყო. რენატოს კი არსად ეჩქარებოდა. ის ძალიან ჭკვიანურად მუშაობდა და მეორე ნომრად მოქმედებდა. კონტრშეტევებზე ზუსტად ცხრილავდა დაბრმავებულ მეტოქეს ჯებებით. მას მშვენივრად ესმოდა, რომ დროთა განმავლობაში ნაცემი ფრანგი საბოლოოდ დაიღლებოდა. დიახ, ამ სპეცრაზმეს მართლაც სამხედრო ხასიათი აქვს. ის არ დანებებულა. ბენუა სასოწარკვეთილად იბრძოდა ბოლომდე მიუხედავად უმძიმესი ტრავმებისა და იმისა, რომ თავის მეტოქეს ნაწილობრივ ვეღარც კი ხედავდა. დაიგაისმა მეორე რაუნდის დასრულების მანიშნებელი გონგი. ექიმები გალიაში შევიდნენ, ბენუას მდგომარეობა შეამოწმეს და ბრძოლა კატეგორიულად შეაჩერეს. მან წააგო, მაგრამ სოფლიოს უდიდესი ვაჟკაცობა და არაადამიანური გამძლეობა აჩვენა. ამ მტკივნეული მარცხის შემდეგ საკუთარი ტრიბუნების წინაშე ყველა ფიქრობდა, რომ სენდენი ძველი ვეღარასდროს იქნება, მაგრამ სწორედ ახლა იწყება მისი ახალი გრანდიოზული გამარჯვებების სერია. პირველი, ვისაც არ გაუმართლა, კანადელი მებრძოლი კაილ პრეპოლეცი იყო. ამ ორთა ბრძოლას კანადელი სპორტსმენი 3 გამარჯვებისგან შემდგარი სერიით მიუახლოვდა, თანაც მან თავისი ყველა ოპონენტი ნოკაუტით დააფინიშა. ამ ბრძოლაში ჩვენი გადაცემის გმირს ველოსიპედის გამოგონება ნამდვილად არ დაუწყია. ორთა ბრძოლის დაწყებისთანავე მან მეტოქე მყისიერად გადაიყვანა მიწაზე და მთელი პირველი რაუნდი პარტერში ტოტალურად დომინირებდა. კაილს უბრალოდ წართმეული ჰქონდა ყველანაირი შანსი. ბოლოს ბენუამ ოპონენტი დგომში კინაღამ დაახრჩო, რომ არა გადამრჩენელი გონგი ეს ბრძოლა უკვე პირველივე 5 წუთეულში დასრულდებოდა. Now Benoit is working twice. Mission attempt here. With the track. He's got time. მეორე რაუნდში სენდენი სრულიად განსხვავებული სტრატეგიით გავიდა. მან კანადელის დგომში განადგურება დაიწყო. ეს იყო უსასტიკესი გაცვლები, უმძიმესი დარტყმები და ბადესთან მიმწყდეული მოწინააღმდეგის გამანადგურებელი დაყვებით ცემა. ბოლოს ბენუამ თავისი უკვე დალეწილი და გატეხილი მეტოქე გადაიყვანა მიწაზე, სადაც სისხლიანად დაახრჩო. ომის ღმერთი დამაჯერებლად დადგა გამარჯვებების გზაზე და ახლა მისი შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო. დაი 2025 წლის 6 სექტემბერს ბენუა ხვდება წარმოუდგენლად სახიფათო ბრაზილიას მაურისიო რუფის. ამ ბრძოლისთვის რუფი შემაშინებელი რეკორდით მივიდა 12 გამარჯვება და მხოლოდ 1 მარცხი. თანაც თავისი 12 გამარჯვებიდან 11 მან ნოკაუტებით მოიპოვა. მაურისიო UFC-ში დანა უაითის პრეტენდენტთა სერიის გავლით შეიჭრა, სადაც რა თქმა უნდა ასევე ნოკაუტით გაიმარჯვა, რის შემდეგაც უკვე თავად ლიგაში ზედიზედ 3 გამარჯვებისგან შემდგარი სერია გამოაცხო. ბენუასთან შეხვედრამდე სულ რაღაცა რამოდენიმე თვით ადრე რუფი
ინგრინის წინააღმდეგ ბრძოლაში შემაშინებელი ნოკაუტი გააფორმა. ფინიში იმდენად საზარელი იყო, რომ ბევრი ექსპერტი ერთხმად იმეორებდა ფრანკს დგომში გადარჩენის შანსი უბრალოდ არ აქვს. თავად ტურნირი პარიზში ცნობილ აკორა არენაზე იმართებოდა და ბრძოლის წინ დაძაბულობა ჰაერში იგრძნობოდა. მაგრამ როგორც კი გაისმა გონგის ხმა, ომის ღმერთმა დროის დაკარგვის გარეშე დაიწყო მოქმედება. სენდენი მაქსიმალურად აგრესიულად დაიწყო და უკვე რამოდენიმე წამში სახიფათო ბრაზილიელი მიწაზე გადაიყვანა. ფრანგი დიდი ხნის განმავლობაში ტოტალურად დომინირებდა პარტერში, სანამ რეფერიმ მებრძოლების დგომში დაბრუნების გადაწყვეტილება არ მიიღო. თუმცა ყოფილი სპეცრაზმელი სტრაიკერის წესებით თამაშს არ აპირებდა. ის კვლავ ჭიდაობაში წავიდა, მორიგი ტეიქდაუნი შეასრულა და რუფი ფაქტობრივად შებოჭა და დაამყარა რკინაბეტონის კონტროლი. მხოლოდ რაუნდის მიწურულს აღმოჩნდნენ სპორტსმენები კვლავ ფეხზე და რამოდენიმე დარტყმის გაცვლა მოასწრეს. პირველი 5 წუთეული ცალსახად სენდენის აქტივში წავიდა. მეორე რაუნდი მაურისიომ ძალიან ეფექტურად დაიწყო. მან რამოდენიმე უმძიმესი პანჩი გაისროლა და ნახტომში გიჟური მუხლით დარტყმა შეასრულა. მაგრამ ფრანგმა ბრაზილიელის ენთუზიაზმი სწრაფად გაანეიტრალა და ცივსისხლიანად დააბრუნა ოთაბრძოლა თავის სტიქიაში, მიწაზე. რაუნდის შუაში ბენუა რუფის ზურგს იღებს და იწყებს მის თავში მუშტების ჩაჭედებას. გამანადგურებული გრანდენ პაუნდით მოწინააღმდეგის დაქანცვის შემდეგ სენდენი მახრჩობელა ილედზე გადის და ამ დაპირისპირებაში წერტილს სვავს ბრწყინვალე საბმიშენით. ამ გამაოგნებელი გამოსვლისთვის ბენუა სენდენიმ დამსახურებულად მიიღო ბონუსი საღამოს საუკეთესო გამოსვლისთვის. ბენუას შემდეგი მეტოქე ამერიკელი მებრძოლი ბენილ დარიუში გახდა. ეს არის შერეული ორთაბრძოლების ნამდვილი ვეტერანი პროფესიონალური რეკორდით 23 გამარჯვება და 6 მარცხი. თავის დროზე დარიუში UFC-ში ზედიზედ 8 გამარჯვებისგან შემდგარი ბრწყინვალე სერიით მოდიოდა, სანამ ჩარლზ ოლივერასა და არმან სარუკიანთან ბრძოლებში არ დამარცხდა. თუმცა თავის ბოლო ორთაბრძოლაში მან რენატო მოიკანოს დამარცხება შეძლო, წაგებები გადაფარა და ახლა გამოვიდა ომის ღმერთის წინააღმდეგ. რაც შეეხება თავად ბრძოლას, აქ ყველაფერი ფენომენალურად სწრაფად დასრულდა, კონკრეტულად კი ზუსტად 16 წამში. როგორც კი გონგმა დარეკა, დარიუშმა ლოუ-კიკით ფრანგის დაგდება შეძლო. თითქოს და კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა, მაგრამ სენდენი იმ წამსვე წამოხდა ფეხზე და იქვე წინ წამოსულ მეტოქეს პირდაპირ ყბაში გამანადგურებელი მარცხენა ჰუკი ჩაუსვა. ეს იყო სუფთა ნოკაუტი, რომელიც უპირობოდ იმსახურებდა ბონუსს. სენდენის შემდეგი ოპონენტი ახალზილანდიელი დენ ჰუკერი გახდა. ამ ბრძოლისთვის ჰუკერი უკვე ოქტაგონის ნამდვილი ვეტერანი იყო სოლიდური პროფესიონალური რეკორდით 24 გამარჯვება და 13 მარცხი. ორთაბრძოლის მომენტისთვის ბენუა რეიტინგში მერვე პოზიციას იკავებდა, მაშინ როცა დენ ჰუკერი უფრო მაღლა მე-6 ადგილზე იმყოფებოდა. ამ ორთაბრძოლამ დიდხანს არ გასტანა, მხოლოდ 2 რაუნდი, მაგრამ პირველი მონაკვეთი წარმოუდგენლად დამაინტრიგებელი გამოდგა. ჰუკერი გონივრულად იყენებდა თავის გრძელ კიდურებს და ცდილობდა ფრანგი დისტანციიდან დაეცხრილა ფეხებით. ერთ-ერთ მომენტში ახალზილანდიელმა ბენუას მჭიდრო მახრჩობელა ილედზე დაჭერაც კი შეძლო, მაგრამ ამ მდგომარეობაში ომის ღმერთის შეკავება პრაქტიკულად შეუძლებელია. მთლიანობაში რაუნდი ძალიან კონკურენტული გამოდგა, თუმცა ბოლოს ბენუამ ჯუდოს არსენალიდან ბრწყინვალე გდება შეასრულა, ჰუკერი ეფექტურად გადაიყვანა მიწაზე და ეს 5 წუთეული თავის სასარგებლოდ დაასრულა. მეორე რაუნდი არანაკლებად სანახაობრივი გამოდგა, მებრძოლებმა ყველაფერი ჩეხაობით დაიწყეს. ჰუკერმა კვლავ სცადა მახრჩობელა ილეთის შესრულება, მაგრამ პოზიცია ისევ დაკარგა და ამის შემდეგ ბენუამ პარტერში ნამდვილი კოშმარი დაატრიალა. მან მეთოდურად დაიწყო ჰუკერის განადგურება იდაყვების უმძიმესი დარტყმებით. სენდენი მუდმივად ცვლიდა შეტევის კუთხეებს, ხან ხელზე მტკივნეული ილეთის გაკეთებას ცდილობდა, ხან დაუნდობლად აჭედებდა იდაყვებს სახეში, ხან კი ოპონენტის გაგუთვით იყო დაკავებული. მოკლედ რომ ვთქვათ, ფრანგმა თავისი მეტოქე უბრალოდ დეკლასირებული დატოვა. ბოლოსკენ მან სისხლით მოსრული ჰუკერი მიწაზე ბრუტალურად მიბეგვა და მოიპოვა სასტიკი და უპირობო გამარჯვება. It is insane if Dan Hooker makes it out of it. Those left hands got through, so are they. Referee tells him you got to fight back. It's over. Hogan has seen it.
და აი უახლოვდებით ჩვენი გამოშვების ფინალურ აკოც. სწორედ ახლა ბენუა სენდენი მსუბუქი წონის რეიტინგში მეხუთე პოზიციას იკავებს და UFC 329-ზე მას ელის მორიგი გამოცდა. ფრანგის ოპონენტი იქნება ეპატაჟური და უკიდურესად სახიფათო ინგლისელი პედი პიმბლეტი, რომელიც მე-6 ადგილზეა განთავსებული. სხვათა შორის, თუ გაინტერესებთ ამ ბრიტანელის დეტალური ისტორია, ჩემს არხზე უკვე გამოვიდა დოკუმენტური ფილმი, აუცილებლად უყურეთ, იქ მისი ყველა ბრძოლა დეტალურადაა ნაჩვენები. მოკლედ რომ ვთქვათ, პედი UFC-ში ზედიზედ 7 გამარჯვებისგან შემდგარი შთამბეჭდავის სერიით მოდიოდა, სანამ ბოლო ბრძოლაში ჯასტინ გეიჯის არ დაუპირისპირდა. მაშინ პიმბლეტი მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა, ეხლა კი UFC 329-ის თანამთავარ ბრძოლაში შეხვდება ბენუას. შეგახსენებთ, რომ ამ საღამოს მთავარი მოვლენა კონორ მაკგრეგორისა და მაქს ჰოლუეის ბრძოლა იქნება, ასე რომ წინ ნამდვილი ისტორიული სანახაობა გვერის. ამით მე გემშვიდობებით, უღრმეს მადლობას გიხდით ყველას თქვენი აქტივობისთვის, ლაიქებისთვის, მხარდაჭერისთვის, იმედია ეს ვიდეო მოგეწონათ, მომავალ შეხვედრამდე.